დიდთვალობისა და უამინდობის გამო ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დღეს არ უმოძრავია მუნიციპალური ტრანსპორტს. როგორც მერიის პრესსამსახურმა გვითხრა, გზებზე უხვი ნალექის გამო სოფლების მიმართულებით დღეს არც ერთი მუნიციპალური ტრანსპორტი არ გასულა, თუმცა როგორც ბახტაძემ აღნიშნა, გზის გაწმენდითი სამუშაოების დასრულების შემდეგ ტრანსპორტი მოძრაობას ხვალიდან განაახლებს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოსულმა ნალექმა შექმნა პრობლემები, მობილიზებულია ყველა სამსახური, მიმდინარეობს გაწმენდა სოფლის მთავარი გზების, ასევე შიდა გზების, რაც შეეხება ელექტროენერგიის კუთხით დაზიანებულია ხაზები, თუმცა მობილიზებულია ენერგოპროს მიერ ყველა ჯგუფი და გასული არიან აღდგენით სამუშაოებზე და მაქსიმალურ მოკლე დროში ვეცდებით, რომ ყველა მიმართულებით აღდგეს ელექტრომომარაგება. ასევე ჩვენი სამსახურები გააგრძელებენ ინტენსიურად მუშაობას, სანამ არ იქნება აღმოფხვრილი ყველა ის პრობლემა, რომელიც წარმოშვა ინტენსიურმა ნალექმა. მოვიდა ძალიან დიდი თოვლი და ამოსული არის ტექნიკა, რომ გაიწმინდოს გზები და ხალხს არ ქონდეს შეფერხება. დიდთვალობა ჩოხატაურშიც იწმინდება ბაღებთან, სკოლებთან, კლინიკებთან, აფთიაქებთან, კომერციულ ობიექტებთან მისასვლელი გზები. სხვადასხვა სახის ტექნიკაა მობილიზებული სოფლებში და მიმდინარეობს ცენტრალური გზების გაწმენდითი სამუშაოები. საჯავახო ბურნათი ჩოხატაურის გზაზე მოძრაობა თავისუფალია. გადაადგილება შესაძლებელია სახელმწიფო მნიშვნელობის ყველა გზაზე. აღნიშნულ ინფორმაციას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. უამინდობის გამო პრობლემები იყო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტშიც. ელექტროენერგიის გარეშე ამ დრომდე რჩება მთელი რიგი სოფლები. ტექნიკით იწმინდება გზები. ვაგრძელებთ გამოშვებას. ჩემი შინაგანი მე, ასე ქვია ინტეგრირებულ პროექტს, რომელიც ნომერ 4 საჯარო სკოლის ხელოვნებისა და უცხოენის პედაგოგებმა ეკატერინე ოსტროვსკამ და რუსიაშვილმა მე-9 კლასელებთან ერთად წარმოადგინეს. ნომერ 4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგების ჩართულობითა და ხელოვნური ინტელექტის დახმარებით პოსტიმპრესიონიზმი ფურცელზე ჯერ თემის, შემდეგ კი ნახატების სახით გადმოიტანეს. ბავშვებმა თავიანთი შინაგანი მდგომარეობა წერითა და ხატვით გადმოსცეს. პროექტის და თემის ინსპირაცია ვან გოგი გახდათ, რომელიც ხსენებული მიმართულების ავანგარდშია. პროექტის ერთ-ერთი შემაჯამებელი საფეხური კი დოკუმენტური ფილმის ჩვენება იყო, რომელიც ვან გოგს მიეძღვნა და ფართო ეკრანზე ოზურგეთის კულტურის ცენტრში შედგა. ცენტრის ფოიეში კი მოსწავლეების ნახატები იყო გამოფენილი, რომელშიც მათი შინაგანი სამყარო იკითხებოდა. ეს იყო ძალიან საინტერესო პროექტი, იმიტომ რომ ასეთ ნახატი ჯერ არ დამიხატია და საინტერესო იყო იმ მხრივ დავხატეთ ჩვენი შინაგანი სამყარო, ანუ არ ქონდა ამას მნიშვნელობა როგორ ფერებში დავხატავთ, უბრალოდ ისე უნდა გვეხატა, როგორცაც შევგრძნოთ თავს. მოგცა ასევე ძალიან დიდი გამოცდილება. ჩემთვის ამ პროექტზე მუშაობა ძალიან სახალისო იყო, თან ბავშვებთან ერთად რომ მუშაობდით, კარგი იყო და საინტერესოც იყო. გამოცდილებაც მივიღეთ ხატვის მხრივადაც და დავხატეთ ჩვენი შინაგანი მე. ეხლა კიდე ფილმს უყურებდით ვან გოგის. ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის ყველაფერი. იდეა იყო თვითონ ძალიან საინტერესო. აქამდე მე არ მსმენია ყოველ შემთხვევაში. რაღაც ძველი და ახლის საოცარი სინთეზი იყო. გულისხმობ იმას, რომ მოსწავლეებმა ინფორმაცია მიიღეს ამ კონკრეტული ხელოვნების მიმდინარეობის შესახებ და თან გამოიყენეს ხელოვნური ინტელექტი. მე ჩემის მხრივ, როგორც ინგლისური ენის მასწავლებელმა, შევეცადე და დავხმარებოდი მოსწავლეებს საკუთარი თავის შეცნობაში, იდენტობის ბორბლის გამოყენებით და ვასწავლე, როგორ უნდა დაეწერათ მინიშნებები, რომ ხელოვნურ ინტელექტს სწორი პროდუქტი მიეცა ბავშვებისთვის. შესაბამისად, განსხვავებული პროცესი იყო და ზოგადად განსხვავებული ბავშვებს ძალიან მოსწონს. მოტივაციას ზრდის პირველ რიგში და შემდეგ მათ პროდუქტს კიდევ უფრო წარმატებულს და მნიშვნელოვანს ხდის მათთვის. უფრო მეტად დამამახსოვრებელი. პროექტი ჩემი შინაგანი მე დავეთანხმები რუსას, რომ მართლა ძალიან საინტერესო იყო ამ ძველის და ახლის ერთმანეთთან შეხვედრის გამო და ბავშვებმა ის საკითხები, რაც გაიარეს რუსამასწავლებელთან ერთად წერეს, შემდეგ უკვე გადაეცა ხელოვნურ
ხელოვნური ინტერესს, რომელმაც შეთავაზა თუ როგორი შეიძლება და ყოფილიყო პოსტიმპრესიონიზმში მათი შინაგანი მე ნახატის სახით, მაგრამ ყველაზე საინტერესო რაც მოხდა, როდესაც ჩვენ შემოთავაზებული ხელოვნური ინტელექტის მიერ ნახატების ხატვა დავიწყეთ, პროცესში ბავშვებმა სრულიად შეცვალა ყველაფერი, ფერები გადაასხვაფერეს, მიმიკები და მართლა იგრძნობოდა მათი მუშაობის დროს, რომ აი შინაგანმა წინ წამოიწია და ფიზიკურად ფერის არჩევის დროს, აი მონასმის დროს ამ ყველაფერს ვერ გავეკეცით. მე პირადად ვარ ძალიან კმაყოფილი, იმიტომ რომ ვფიქრობ, ღრმა ცოდნა მიიღეს ამ თემის ირგვლივ პროექტის ფარგლებში ბავშვებმა და ვფიქრობ, რომ აი თვითონ ხატვის პროცესაც მათ ძალიან დადებითად იმოქმედა მათზე. ფილმი ავირჩიეთ ვან გოგის ცხოვრებაზე, იქიდან გამომდინარე ვიცით პოსტიმპრესიონისტი როგორ ახლოს არის და თან ვფიქრობდით, რომ ერთად შევთანხმდით ამაზე, რომ ვან გოგის ცხოვრების ნახვა იმ კუთხით ჩვენი პროექტისთვის სასარგებლო იქნებოდა, რომ ერთ-ერთი მხატვარი არის, რომელმაც ძალიან აქტიურად გადმოიტანა ტილოზე თავისი შინაგანი სამყარო და მის პროცესის დაკვირვებაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბავშვებისთვის. ვაგრძელებთ გამოშვებას სტუმართან ერთად. დღევანდელი გადაცემის სტუმარია საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის დირექტორი ლევან ხინთიბიძე, რომელიც ჩართვით ყავს სტუმრად. მოგესალმებით ბატონო ლევან და მადლობას გადაგიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოგესალმებით, მადლობა თქვენ ეთერში მოწვევისათვის. მოკლედ, მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გვინდა თქვენი პოზიცია, თქვენი აზრი, რომ დააფიქსიროთ, რა ვითარებაშია დღეს სახელმწიფო და რამდენად დიდია როლი ამ ყველაფერში არასამთავრობო სექტორის, სამოქალაქო სექტორის. თქვენი პოზიცია რო გითხრათ, რამდენად დიდია და რამდენად, თქვათ, რთული მისია გაქვთ ამ შემთხვევაში. კი ბატონო, მოკლედ რომ შევაფასოთ არსებული ვითარება დღევანდელ დღეს ქვეყანაში გვაქვს სახეზე გამოხატული პოლიტიკური კრიზისი. მას შემდეგ რაც 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, როდესაც ჩატარებული არჩევნები არც ერთმა ადგილობრივმა და არც ერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ არ აღიარეს როგორც ლეგიტიმურად, შესაბამისად შეიქმნა სახელმწიფო ვაკუუმი, აქედან გამომდინარე, რამე თუ ის ლეგიტიმური ხელისუფლების შტოები საქმიანობა პრაქტიკულად კითხვითი ნიშნის ქვეშ დადგა, მათი საქმიანობის ლეგიტიმურობაზეა ბუნებრივია საუბარი. და პროტესტის ტალღა მოსახლეობაში იფეთქა მას შემდეგ, რაც კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გავიდა შესაბამისად აი ამ არჩევნების შედეგად მოსული სახელმწიფო რეჟიმი, რომელმაც გამოაცხადა, რომ ევროკავშირის სტრუქტურებში გაწევრიანების საკითხი 2028 წლამდე არ დადგებოდა. ამან განსაკუთრებული აღშფოთება გამოიწვია მოსახლეობაში და თქვენ ხედავთ, რომ თვით პოლიტიკური პარტიებიც კი არ ერევიან იმ საპროტესტო ტალღებში, რაც აი ამ შედეგად აი ამ განცხადებას მოყვა და მას შემდეგ უკვე 93-94 დღეა უწყვეტი პროტესტის რეჟიმი პროტესტი მიმდინარეობს მთელს ქვეყანაში და ეს მოიცვა არა მხოლოდ თბილისი, არამედ სხვადასხვა რეგიონების. თქვენ ხედავთ როგორი ვითარება ზოგადად და შესაბამისად დღეს დგას ორი მნიშვნელოვანი საკითხი ქვეყნის წინაშე, რომელსაც ხმამაღლა ვამბობთ მოსახლეობის წარმომადგენლები. პირველ რიგში ეს არის ამ რეჟიმის მიერ უკანონოდ დატყვევებული ადამიანების გაშვება, ციხიდან გამოშვება უпростоრად და მეორე საკითხი ეს არის, რომ დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, რათა ხელისუფლებაში მოვიდეს ლეგიტიმურად აღიარებული ხელისუფლების წარმომადგენლები. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით რეჟიმი აი ამ მოთხოვნებს ყურადღებას არ აქცევს და ეს პროტესტი უფრო და უფრო კი არ ნელდება, არამედ უფრო და უფრო მეტად მწვავდება და არ ვიცი რა შეიძლება, რა ფორმები შეიძლება ამან მიიღოს. ბუნებრივია, მე ვლაპარაკობ იმ პროტესტის ფორმებზე, რომელიც კანონის ჩარჩოებში არის მოქცეული.
ჩვენ აი თუ შეგიძლიათ მესმის რომ საპროტესტო ტალღაში ვიმყოფებით და მთელი ქვეყანა პროტესტის მუხტით არის გამსჭვალული, მაგრამ ამ შემთხვევაში არასამთავრობოების როლი, მათი ჩართულობა იქნებ ზედმეტად ჩართულები არიან, იქნებ ნაკლებად. ამასთან დაკავშირებით რო გითხრათ თქვენი საქმელი და თუ ასევე ადგილზეც განვიხილოთ საკითხები, რამდენად თქვათ თანამშრომლობდით ადგილობრივ ხელისუფლებას ადრე და რა პოზიცია გიკავიათ ახლა და მათ რა პოზიცია უკავიათ. მოდიან თუ არა თქვენთან NGO სექტორთან თანამშრომლობაზე ვთქვათ ადგილობრივი ხელისუფლება. დიახ, ზუსტად ამაზე მინდოდა ეხლა უკვე ხაზი გამესვა თუ რა როლი აქვს არასამთავრობო ორგანიზაციებს. მე პირველ რიგში სანამ ამ უშუალოდ საკითხზე გადავიდოდეთ, მაშინ შესავლის სახით მინდა ვთქვა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის არეალი მე ხარს უსვამ დამოუკიდებელ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც თავისუფალი არიან ყოველგვარი ზეგავლენებისაგან. აი ამ აი ამ გარემოში საქართველოს შექმნა არასასურველი გარემო მას შემდგომ რაც პარლამენტმა მიიღო ეგრეთ წოდებული აგენტების კანონი, რომელსაც ჩვენ ვეძახით უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობის შესახებ, რომელსაც გამჭვირვალობასთან დიდი არაფერი შეხება არ აქვს, ეს იყო პრაქტიკულად რეპრესიული კანონი, რამაც თავის დროზე თქვენ მოგეხსენებათ, პროტესტიც კი გამოიწვია მოსახლეობაში და მოსახლეობა გარეთ გამოვიდა იმისათვის, რომ ესეთი კანონი, ეგრეთ წოდებული აგენტების კანონი კანონის მიღებამ უკვე შეაფერხა თუ არა ადგილზე არასამთავრობოების მუშაობა. აი ზუსტად მაგას ვაპარაკობ. ამ კანონამ უკვე პრაქტიკულად შეგვიზღუდა საქმიანობის არეალი. არასამთავრობო ორგანიზაციების სექტორი არამხოლოდ გურიაში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით გადავიდა უკვე მუშაობის საგანგებო რეჟიმზე. ეს ლაპარაკი არის იმაზე, რომ უკვე პრაქტიკულად გადარჩენაზეა საუბარი, იმიტომ რომ არც ერთმა თავმოყარე პირდაპირ ხაზს უსვამ ესე იგი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელმა არ მიიღო ამ კანონით რეგისტრაციის შესაძლებლობა, იმიტომ რომ ჩვენ უნდა დავრეგისტრირებულიყავი როგორც უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია. მაგრამ როდესაც დასაბამიდან დღემდე ყველა და მათ შორის ჩვენც რა ქვია ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენლები ქვეყნის და ჩვენი ქალაქი, ჩვენი სოფლის საქმეს ვაკეთებთ. ამაზე პროტესტი და ამაზე წინააღმდეგობა მაშინ ხელისუფლებას არ ქონდა. ჩვენ ერთობლივად თანამშრომლობდით იმისათვის, რომ გადაგვერჩინა კონკრეტული სფერო, რაღაცა სტიმული მიგვეცა ახალი მიმართულებები. აი მახსოვს თქვენი ორგანიზაციის ჩართულობა, თქვათ ბიუჯეტის მიღებასთან დაკავშირებით, თქვენი რჩევები, თქვენი რეკომენდაციები წელს აი 2025 წლის ბიუჯეტის მიღების პროცესში თუ იყავით ჩართული და რამდენად მიიღეთ მონაწილე? 2025-ზე ზუსტად ყველა წელიწად თქვენ კარგად მოგეხსენებათ, ჩვენ ჭიდროდ თანამშრომლობთ თქვენს მედია საშუალებასთან და ყველა წელიწად ჩვენ ერთობლივად განვიხილავდით ხოლმე ბიუჯეტის მიღების, დამტკიცებისა და შესრულების იმ რა ქვია ჩრდილებს, რომელიც ოზურგეთის და არამხოლოდ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობდა. და ზოგადად არასამთავრობო სექტორი ზრუნავდა იმაზე, რომ მუნიციპალიტეტის გამჭვირვალობაზე, როგორც მერიის ასევე ერთ-ერთი მიმართულებაც იყო. თქვენ მოგეხსენებათ კიდევ დამატებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტი გახდათ ღია მმართველობა კი ბატონო. OGP-ის დიახ ლოკალის წევრი გახდა და ეს იყო ჩვენი პარტნიორობით. ანუ როგორც ცალკე მუნიციპალიტეტი არ ამხოლოდ, არამედ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად გახდა OGP ლოკალის წევრი. სიყვაზე ვამბობ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი იმდენად ესეთი თანამშრომლობითი ურთიერთობები იყო ჩამოყალიბებული. მაშინ და ჩვენ მაშინ გულწრფელად გვჯეროდა ნინო, რომ ხელისუფლებასთან ერთად დავნერგავდით იმ კარგ მექანიზმებს, რომელიც ეხებოდა გამჭვირვალობას, ანგარიშვალდებულებას, მოქალაქეთა მონაწილეობის იმ ინოვაციურ ფორმებს, რითაც ხელისუფლება მეტად ღია იქნებოდა საზოგადოების მიმართ და ეს ბევრ სიკეთეს მოუტანდა ჩვენს მუნიციპალიტეტს. და ამ ერთობლივი მუშაობის რა ქვია თანამშრომლობამ ჩვენ ბევრი კარგი შედეგით მოგცა უკვე წინასწარი და უკვე გვიზრდებოდა ერთგვარი კულტურა, რომ სახელისუფლებო ცვლილებების შემთხვევაში ეს ტრადიციები ბუნებრივად გაგრძელდებოდა. მაგრამ და რა მივიღეთ 2025 წლის ბიუჯეტის მივიღეთ ის, რომ ჩვენ უკვე ხელისუფლებასთან პრაქტიკულად ყველანაირი თანამშრომლობა გავწყვიტეთ, გამომდინარე იქიდან, რომ ასეთ ვითარებაში, ესეთ პოლიტიკურ ვითარებაში, რადგან უკვე ჩემს უკან მქონდა საუბარი,
პრაქტიკულად არის შეუძლებელი, იმიტომ რომ ნებისმიერ სიტუაციაში ხელისუფლებას თუ არ მოეწონება რომელიმე კრიტიკულად მოაზროვნე ორგანიზაცია, მას იმდღელა სახელმწიფო ბერკეტი გააჩნია ამ კანონის მიხედვით, რომ შეუძლია ავტომატურად სხვა მხრიდან მოუაროს და შესაბამისად გააჩეროს მისი საქმიანობა. ახალ შეთავაზებას მთავრობის მხრიდან რომ საგრანტო CP იქმნება, თქვენ თუ გეგმავთ რომ ითანამშრომლოთ? არანაირად, ეს ჩვენ ამას თვლით დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციები ვთვლით, რომ ეს არის ის რესურსი, ეს არის პრაქტიკულად სატყუარა, რომ შეგიტყუოს იმ ველში, რა ველშიდაც უკვე სახელმწიფო რა ქვია მხარდაჭერის ძირითადად ისეთი პროექტები იქნება, რომელიც ხელისუფლებასთან ლოიალურად განწყობილი ორგანიზაციები განახორციელებენ. ამიტომ და კრიტიკის საფუძველი და მონიტორინგის შესაბამისი მექანიზმები აი ასეთ რესურსებს, ასეთ საგრანტო რესურსებს არანაირად არ ეკნება. ამიტომ აი გამოსავლის გზებს რაში ხედავთ და რა უნდა იყოს? აუცილებლად უნდა შეიცვალოს ის პოლიტიკური ველი, რაც ჯერჯერობით არის შექმნილი და გაუქმდეს უნდა ის კანონი, რომელიც ჩვენ გვიზღუდავს დამოუკიდებლად და თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობას. ლაპარაკი მაქვს კიდევ ერთხელ ხაზგასმით უსვამ იმ და რა მოცემულობით შეიცვლება ეს ყველაფერი ბატონო ლევან, თქვენ რაში ხედავთ გამოსავალს? ხელისუფლება უნდა დაინახოს, რომ ასეთი მიდგომებით და ასეთი ესე იგი რეპრესიული კანონი იმას თქვენ მოგეხსენებათ, რომ გარდა ამ კანონისა შემდგომ ბოლო პერიოდში რაცვლებების განხორციელება, ხო, როგორი რეპრესირებული და საერთოდ შეიცვალა არა მხოლოდ სამოქალაქო სექტორი, არამედ საჯარო სექტორის სტრუქტურა შეიცვალა მთლიანად, ისეთი რეპრესიული გახდა. ვინმე არა მხოლოდ არასამთავრობო სექტორში, არა მხოლოდ, არამედ საჯარო სამსახურშიდაც კი განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები უკვე იდევნებიან იმ კანონის ბოლოდროინდელი კანონის მიხედვით, რომელიც მიღებული იქნა ამ რეჟიმის მიერ. აი ამ ფონზე თქვენთან, თქვენს ორგანიზაციასთან თუ თანამშრომლობს რომელიმე დონორი ორგანიზაცია, საერთაშორისო ორგანიზაციები? ჩვენ ვარი უთხარით, იმიტომ რომ ნებისმიერი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციის დაფინანსება ეხლა პრაქტიკულად არის როგორ გითხრათ, დიდი საფრთხის მატარებელი. გამომდინარე იქიდან, რომ თუ კი ჩვენ რომ რეგისტრაცია არ გავიარეთ და უკვე ოპერირება დავიწყეთ ისეთ საკითხზე, რაზეც ხელისუფლებას არ მოეწონება, იმას შეუძლია ეს კანონი აამუშავოს და ის საგრანტო რესურსი, რომელიც კონკრეტული საქმიანობებისთვის უნდა განვახორციელოთ, ასე ვთქვათ, წაიღებს ჯარიმის სახით. და აქედან გამომდინარე, ჩვენ იძულებული ვართ დონორებთან მხოლოდ რაღაც ერთობლივ დაფინანსების გარეშე ვიმუშაოთ, ეხლა მოხალისეობრივ საწყისებზე ვარ ჯერჯერობით და მუშაობთ მხოლოდ აი იმ მიმართულებით, რომ ეს პროტესტი უფრო მეტად გაძლიერდეს მოსახლეობაში. არა, ვიცით ამ დონორი ორგანიზაციების, საერთაშორისო ორგანიზაციების დამსახურება, ვთქვათ, მთელ რიგ პროცესებში, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარებულიყო. არაერთი მიმართულებით, არამედ მრავალი მიმართულებით და რა თქმა უნდა, ყველა სფეროში დღეს თუ კი რაიმე წარმატებაზე გუგზლია საუბარი, ეს აბსოლუტურად რომელზედაც აპელირებდა სხვათა შორის გასულ წელსაც, გასულ წლებში ხელისუფლება და ამაყობდა მათთან თანამშრომლობით. უნებრივია. თქვენ ეხლა სხვას რომ თავი დავანებოთ, ახალი სფეროები რო არ მოვიგონოთ, თქვენ რას ახსენეთ, ეს ბიუჯეტის გამჭვირვალობის საკითხებთან დაკავშირებით. ხო ვერ მეთქვით, რომელი დონორი ორგანიზაცია იყო ჩართო USAID-ის მხარდაჭერით იყო ეს ყველაფერი აბსოლუტურად. მათ შორის კიდევ ცალკეული პროექტები ხორციელდებოდა ევროკავშირისა და ევროსაბჭოს მხრიდან წამოსული ფულადი რესურსების მეშვეობით. მაშინ კარგი იყო ხელისუფლებისა და რა ქვია დამოკიდებულება ასეთი საქმიანობების კიდევ ერთხელ განმეორდები, გამოსავლის გზებს რაში ხედავთ და როგორ უნდა მოიქცეს ხელისუფლება? ის პოლიტიკა აუცილებლად უნდა დაიბრძოს ხელახალი არჩევნები. სხვა გამოსავალი უკვე არ რჩება. არა მხოლოდ ამ კუთხითაც, რაც ეხლა ამ წუთში ვესაუბრე, არამედ იმითაც, რომ პოლიტიკური რა ქვია კრიზისია შექმნილი ქვეყანაში. და ეს განმუხტვა რომ მოხდეს მთელს ქვეყანაში, აუცილებელი არის ისეთი მოქმედების განხორციელება, რომელიც სრულიად ახალ შესაძლებლობებს შეგვიქმნის და დააბრუნებს ქვეყანას დემოკრატიულ ჩარჩოებში. ჩვენ ახლა დემოკრატიული ჩარჩოებიდან და კონსტიტუციური ჩარჩოებიდან ვართ გასული აბსოლუტურად. გამომდინარე იქიდან, რომ ის შესაბამისი ნორმები, რომელიც კონსტიტუციით არის განსაზღვრული. თქვენ როგორ ფიქრობთ, ამის რესურსი აქვს მოქალაქეებმა
მოქალაქეებს, რომ არსებული სიტუაცია შეიცვალოს, პროტესტი გაფართოვდეს, ან ამ პროტესტში აქტიურად ჩაებნენ პოლიტიკოსები. როგორ ხედავთ ამ გამოსავლის გზებს? რა თქმა უნდა აქვს. ჩვენ ახლა ამის იმედი რო არ გქონდეს, რომ ხალხმა ეს მისია რაც იკისრა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს სიტუაცია შეიცვალოს, ამის იმედი რო არ გქონდეს, ბუნებრივია არც ჩავერთვებოდით ამ სიტუაციაში და ჩვენს მოსაზრებასაც კრიტიკულსაც ვუწყობთ, მაგრამ ერთადერთი ხსნა ეხლა რასაც მე უყურებ დღევანდელ დღეს ქვეყანაში არის ის, რომ ეს პროტესტი უნდა გაძლიერდეს და ეს საზოგადოების წნეხი უნდა იგრძნოს ხელისუფლებამ, რომ შეცვალოს მიდგომები რა მიდგომებითაც დღევანდელ დღეს აი საერთაშორისო მხრიდანაც გაგრძელდება ზეწოლები ჩვენ კარგად მოგხსენებათ დინო, რომ აი ზუსტადად ჩვენ რომ ასეთი პროტესტის ტალღა გამოიწვია ამ ქმედებებმა ხელისუფლებისა, ზუსტად ის გამოძახილია საერთაშორისო ორგანიზაციებისა და იმ ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისაგან, რომლებიდან უკვე წამოვიდა შესაბამისი რეაგირების ფორმები, რაც ადვილად არ არის კარგი, პირდაპირ ვიტყვი, ზოგადად ჭრილში ვლაპარაკობ, მაგრამ სხვა გამოსავალი არ რჩება. აი ბატონო, ბოლო კითხვა, თქვენი პროგნოზი მივალთ ამ რეჟიმში, ვთქვათ, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებამდე თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე მოხდება ცვლილება და ვთქვათ, ახლანდელი ხელისუფლება გულისხმობ ქართულ ოცნებას მივა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ დანიშნოს ახალი არჩევნები და ბოლო კითხვა ეს და დაგემშვიდობ. კითხვა კარგია, კარგი კითხვა, მაგრამ ერთი მაგი დამოკიდებული არის არა მოსაზრებებზე, არამედ იმ ვითარებაზე, რა ვითარებას უახლეს პერიოდში შეიქმნება. თქვენ მოგეხსენებათ პოლიტიკური ვაკუუმი, ასევე შეიქმნის ეკონომიკურ პრობლემებს. უკვე ამოვა აუცილებლად ეკონომიკური პრობლემები და ეს შეიძლება იმდენად სწრაფად გამვითარდეს. და როდის იგრძნობს ამას ადგილობრივი მოსახლეობა? დიახ, და ამას იგრძნობს, ამას მალევე იგრძნობს, რა თქმა უნდა, მოსახლეობაც შესაბამისად და გამომდინარე აქედან ხელისუფლება მაშინ იძულებული იქნება, რომ მალევე აი ამ სიტუაციის განმუხტვისათვის მალევე დანიშნოს არჩევნები და დაემორჩილოს მოსახლეობისა და ხალხის ნებას და მე ამის პროგნოზირება ცოტა გამეჭირდება, თუმცა ვფიქრობ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ეს მდგომარეობა არ გადააჭარბებს. დიდი მადლობა, მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო ლევან ხითიბიძე, საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის დირექტორი. მადლობა კიდევ ერთხელ ჩართვისთვის და საინტერესო საუბრისთვის. ახლა ჩვენს ეთერში სტუდია ვაშინგტონის დროა. კვერცხის ფასი ამერიკის მასშტაბით ისევ იზრდება, რაც მომხმარებელთა დიდ უკმაყოფილებას იწვევს. მიზეზი ფრინველის გრიპია, რომელმაც ქათმები ბევრ დიდ ფერმაში გაწყვიტა. ერთი ყუთი ადრე $3.9 იღებდა, ახლა $6.9 იღებს. თუ ადრე კვირაში 12-ს ვყიდულობდი, ახლა ამას ორ კვირაში ერთხელ ვაკეთებ. მახსოვს 2 წლის წინ ბევრად იაფიღირდა, შემდეგ უცებ გაძვირდა, ახლა კიდევ ერთხელ გაძვირდა. საშინელებაა, ეს ხომ ჩვენი ყოველდღიური საკვებია. როგორც წესი 12 კვერცხი ამერიკაში $2-ზე მეტი არ ღირდა, მაგრამ 2022 წელს ფასები გაორმაგდა, რაც მაშინაც ფრინველის გრიპს დაუკავშირეს. წელს იანვარში კი ერთი ყუთის ფასი თითქმის $7-მდე ავიდა. ფასები მსხვილი გადამყიდველებისთვისაც გაიზარდა, რომლებიც კვერცხს საბითუმო ფასებში იღებენ. ვიდრე ფრინველის გრიპის პრობლემა არ მოგვარდება და მომარაგების ჯაჭვში ვითარება არ გამოსწორდება, ყველაფერი რიგით მომხმარებელს აწვევა კისერზე. სიტუაციის გამოსწორებას ამ ეტაპზე არ მოელიან. წინა წელთან შედარებით სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი კვერცხის დამატებით 20%-ით გაძვირებას მოელის. მომხმარებელთა მხრიდან მოთხოვნა კვლავ მაღალია, მაგრამ მიწოდება ვირუსის გამო ჯერ ისევ ფერხდება და მაღალი ფასებიც ნარჩუნდება. ერთადერთი, ვინც შეერთებულ შტატებში კვერცხის გაძვირებით მოგებული რჩება, მცირე მეწარმეები არიან, რომელთაც პატარა ფერმები აქვთ. მათ შორისაა ოჯახური ბიზნესის მქონე ჯორჯ ტერვილიგერი.
შემიძლია ჯამრთელი ქათმების ახალი პარტია შევიძინო, იქნებ გავაორმაგო კიდეც. ჩემსავით მცირე მეწარმეებისთვის ეს ზარალის შესავსებად კარგი შანსია. მაგრამ ეს შანსი დროებითია, რადგან დიდი მეწარმეები ბოლოს და ბოლოს გამოსავალს მაინც იპოვიან, ვირუსისგან ქათმებსაც დაიცავენ და კვერცხსაც გააიაფებენ. ეს გახდა ჩემ ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია. მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.